არჩილ გურდულაძე გვერდთვება პარლამენტიდან ძალიან დიდი მადლობა ბატონო არჩილ რომ მონაწილეობს ჩვენს გადაცემაში. მოკლედ манипуляციური Facebook ქარდებით ერთგვარი ომი ტრენდული გახდა როგორც ხედავთ და მით უფრო სიცრუის ტირაჟირება საკმაოდ აქტუალურია რადიკალებში. თქვენ დღეს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნეთ და მინდა უფრო ვრცლად განვმარტოთ რატომ ხდება მიზანმიმართულად გრანტების კანონის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ჩართვისთვის. ვერ ვიტყვით რომ ეს ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია, არც არაფერი არ დაგვიწყდა და არც არაფერი არ არის ძველი. ზუსტად იგივე ხდებოდა 2023 წელს, იგივე ხდებოდა 2024 წელსაც და 25 წელსაც, როგორც და ეს ეხებოდა გამჭვირვალობის კანონს, ფარას და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთაც ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით და პარლამენტის საბოლოოდ მიღებული კანონებით შევძლებთ რომ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში ავიყვანოთ და რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანია ერთი ძალიან მარტივი პოსტულატის და ჭეშმარიტების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შემოთავაზება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის. მარტივად შევთანხმდეთ ერთ ნაწილზე რომ უცხოეთიდან თანხების შემოდინებას აუცილებლად მოყვება ინტერესი. ეს ინტერესი შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური, მაგრამ ინტერესი ინტერესია. სწორედ იმიტომ, რომ უცხოეთიდან შემოსული ინტერესების გამტარებელი არ გახდეს რომელიმე პარტია, ამიტომ რაც კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი არსებობს და არსებობს 30 წელია დაახლოებით, აკრძალულია პარტიისთვის უცხოეთიდან დაფინანსების მიღება. იმიტომ, რომ უცხოურ ფულს, შესაბამისად უცხოურ გავლენას არაფერი ესაქმება საქართველოს პოლიტიკაში და საქართველოს პოლიტიკაში პოლიტიკის კეთება საქმიანობა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ინტერესების გატარებით, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკაში ჩართულები არიან სხვადასხვა ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვითომ გაერთიანებული ჯგუფები, ეს ადამიანები ფინანსდებიან გარედან, იღებენ გარედან მითითებებს, მათ შორის ამ თანხებს შემდეგ ხარჯავენ ისეთ კამპანიებში, როგორც არის მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზება, როგორც არის მაგალითად პიროტექნიკის შეძენა, სხვა მასალების შეძენა, რომელთაც შემდეგ საბოლოო ჯამში მოლოტოვის კოქტეილი მზადდება და შემდეგ ამ მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან პოლიციელებს და წვავენ ცოცხლად, ანადგურებენ კერძო საკუთრებას, ანადგურებენ სახელმწიფო საკუთრებას და ზოგადად ანჯღრევენ ამ ქვეყანას და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოწყობის ცდილობები აქვთ. ნახეთ მათ შორის სულ რამდენიმე თვის წინ 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობაც, რომელსაც გარედან პირდაპირ უყიჟინებდნენ და გულშემატკივრდნენ მათ შორის სამწუხაროდ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტიც. ჩვენი ლოგიკა არის ძალიან მარტივი, რომ უცხოეთიდან თანხის შემოსვლა პოლიტიკური საქმიანობისთვის თუ ხმარდება პოლიტიკურ საქმიანობას, ამისთვის საჭიროა მთავრობის თანხმობა. და რატომ? იმიტომ რომ მთავრობა არის ზუსტად პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სუვერენიტეტის დაცვაზე, არის გარანტი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობაზე და შესაბამისად რისი გარანტიც არის თუ არ აქვს შესაძლებლობა რომ ამ ყველაფრის ამოსატრიალებელი თანხები რომ მოედინება, შეიძლება არც მოედინებოდეს ნებისმიერი სხვა თანხა მოდიოდეს, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის უნდა განხორციელდეს, ამაზე განახორციელოს შესაბამისი კონტროლი, გასცეს შესაბამისი თანხმობა და შემდეგ მონიტორინგი უკვე გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად და დიახ, ქართული ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან მიღებული თანხებით ფინანსდებოდეს. რაც შეეხება ტყუილებს, ჩვენ გვესმოდა 2023 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ეს უდიდესი მასშტაბური აფერას და დაიწყო, რომელშიც პირდაპირ ჩართულები იყვნენ, მათ შორის სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლობის წარმომადგენელი, სხვადასხვა პირი და საუბრობდნენ ეგრეთ წოდებულ რასთან, რუსულ კანონთან დაკავშირებით, რუსული ყველაფერზე უნდა ყოფილიყო ეს იარლიყი მიწებებული და შემდეგ სიმართლის გარკვევა არავის არ უნდა და დეტალებში ჩასვლა არავის, დეტალებზე საუბარი არა, იმიტომ რომ ეწყო ქართული ოცნების ველი და როგორც გალბატონმა იაფარულაომ პირდაპირ აღიარა, ჩვენ
ჩვენ მითითებებს გვაძლევდნენ, რომ შინაარსზე არ გვესაუბრაო. ზუსტად იგივე ხდება დღეს გრანტების კანონთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ცვლილებები გასაფხულო სესიის მიმდინარეობისას, დაახლოებით 1 წლის წინ გრანტების კანონშიც ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ საქართველოში შემოსულ გრანტებს სჭირდება მთავრობის თანხმობა და პასუხისმგებლობა ამისთვის განისაზღვრა გრანტის ორმაგი ოდენობით. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ნახეთ რა, როგორც ქალბატონი ვარტაკოსი აცხადებს, ასევე როგორც ბატონი პავლ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ მათ უნდა მოძებნონ გზების თავის არიდების, კანონმდებლობისგან გვერდის ავლის სხვადასხვა საშუალება, იმიტომ რომ ეს შავი ფული საქართველოში აუცილებლად უნდა შემოვიდეს. აი რაში დაიხარჯება ეს თანხები არავინ არ უნდა ნახოს და შემდეგ ამ დახარჯულ თანხებს აღმოაჩენთ მაგალითად ისევ და ისევ გადატრიალების წელობის მოსაწყობ აქციაზე, ან მოლოტოვის კოქტეილის შეძენად, ან დასამზადებლად, ან პიროტექნიკის შესაძენად, ან სიძულვილის ენის კამპანიისათვის, მაგრამ პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს და ბოდიშის მოხდა არც არავის არ უნდა. და შემდეგ ხედავთ ხოლმე, რომ თავისავე დაფინანსებულ ადამიანებს სიძულვილის ენის კამპანიას ჩართულ პირებს როგორ გვერდში ამოიყენებენ ხოლმე. ახლა საუბრობენ, რომ თითქოს ემიგრანტის მიერ ჩარიცხული თანხა საკუთარი ოჯახის წევრისათვის ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს, ეს პირველი ტყუილი. მაგალითად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მეწარმე უცხოეთიდან პარტნიორი ქართულ მეწარმეს თუ თანხას ჩაურიცხავს, ესეც დაიჭება, მეორე ტყუილი გახლავთ. საუბრობენ, რომ თითქოს IT სპეციალისტი მომსახურებას რო გაწევს უცხოეთში და შესაბამისად ჰონორარს მიიღებს, ესეც გრანტად ჩაითვლება, ტყუილია აბსოლუტური. საუბრობდნენ მაგალითად ფან-კლუბებთან დაკავშირებით, თითქოს რომელიმე ფან-კლუბის წარმომადგენელი თუ შეღავაც მიიღებს უცხოეთიდან, ესეც პოლიტიკურ საქმიანობად ჩაითვლება და უпростоრად გრანტების კანონის რეგულაციის ქვეშ მოხდება და დაიჭება სიცხლის. აი აღსრულების მექანიზმებზე რომ არაფერი წერიაო, ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი მათი მხრიდან. აპროტესტებენ ამას. კი ბატონო, ესეც ხო ტყუილია. ნახეთ, კანონში პირდაპირ წერია, პირდაპირ მითითებულია, რომ გრანტად ჩაითვლება ის საქმიანობა, რომელიც აქამდეც ითვლებოდა, რა თქმა უნდა, და დამატებით გრანტად ითვლება ასევე მაგალითად ნებისმიერი ის თანხა, რომელიც პოლიტიკური საქმიანობისთვის, პოლიტიკური აქტივობისთვის არის განსაზღვრული. თუ რა არის პოლიტიკური აქტივობა, ეს უკვე ამერიკულ კანონში ფარაში უნდა ვნახოთ და ფარაში პირდაპირ მითითებულია, ზუსტად იგივე განმარტება არის გრანტების შესახებ კანონში გადმოტანილი, რომ თუ პირი უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოში ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან ბინადრობის უფლების მქონე პირს, ფიზიკურ პირს თანხას ჩაურიცხავს იმ მიზნით, რომ ამ პირმა ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე ან მის ნაწილზე, რომლის თავისუფლად მიზანი არის, რომ შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა, ან ჩამოყალიბდეს, ან განივსოს სახელმწიფო პოლიტიკას, რაც პოლიტიკური საქმიანობა, თუ ამისთვის იქნება თანხა ჩარიცხული, ამ თანხას ეს ჩაითვლება გრანტად და საჭიროებს მთავრობის თანხობას. თუ ასეთი თანხობის გარეშე იქნება თანხა ჩარიცხული, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს აუდიტის სამსახური, თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, უკვე ჩაერთვება შემდეგ საგამოძიებო სამსახურები და საქართველოს პროკურატურა. მარტივად რო ვთქვათ, როდესაც საქართველოსთან გასული ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს ურიცხავს თანხას, ეს თანხა ჩარიცხული არის თუ არა საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რომელიც თავის მხრივ პოლიტიკის შეცვლისკენ ან განხორციელებისკენ არის მიმართული. პასუხი ძალიან მარტივია, არა. და რადგანაც პასუხი არა, ესე იგი ეს ჩარიცხვაც არ ჩაითვლება გრანტად და შესაბამისად არც არავითარი თანხმობა არ იქნება საჭირო და თანხმობის გარეშე ემიგრანტისგან მიღებული თანხებიც არ ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავდროულად თუ დადასტურდება, რომ გადმორიცხული თანხის მიზანი იყო პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება, დიახ, ეს ითვლება გრანტად და დიახ, პირს მოუწევს, რომ მივიდეს საქართველოს მთავრობასთან და თანხმობა აიღოს. ისევე როგორც გრანტების კანონში ამ ცვლილებების წინასწავლების ამოქმედების შემდეგ რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არაერთი პირი მივიდა საქართველოს მთავრობასთან, წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები და მიიღოს კიდეც თანხების, გრანტების და თავის საქმიანობასაც მოახმარეს. აქ საუბარი არის ძალიან მარტივ რამეზე. თუ გინდა რომ თანხა პოლიტიკური მიზნებისთვის საქმიანობისთვის შემოიძენოს საქართველოში, ვინც არის პასუხისმგებელი პოლიტიკურ სტაბილურობაზე, მასთან მიიტანე შესაბამისი დოკუმენტები, აიღე თანხმობა და დახარჯე. და
გზის გვერდის ავლის გზების ძიებას ვურჩევდით ნებისმიერ პირს, იქნება ეს ქალბატონი მარტაკოსი თუ კოლექტიური კოსები თუ მაგალითად მათი წარმომადგენლები ჰერჩინსკები საქართველოში თავი დაანებონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება კანონში ამოქმედება ცვლილებები და ასეთი გზები იქნება ბოლომდე მინიმუმამდე დაყვანილი. და კიდევ ერთხელ საბოლოო ჯამში ჩვენ მიღებული ცვლილებებით შევძლებთ მარტივ რამეს, რომ თუ არის საჭირო და აქვს ვინმე სურვილი თავისი კეთილი მიზნებიდან გამომდინარე პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ამას რა აქვს მნიშვნელობა შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში თანხა, დიახ, არ არის პრობლემა, აიღოს საქართველოს მთავრობისგან თანხავა და შემდეგ გაასაჯაროოს რას მოხმარდა აღნიშნული თანხები. რაც შეეხება მექანიზმები კარგად წერია კანონში და წაიკითხონ კანონი კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას. და არ დაუჯეროთ მაგალითად ისეთი ორგანიზაციას, როგორც არის საერთაშორისო გაუმჭვირვალობა, ის გაუმჭვირვალობა, რომლის ხელმძღვანელიც კი ვიცით ვინც არის და ბოლოს ეს არის ის ორგანიზაცია, რომელსაც სათაურში გამჭვირვალობა უწერია და ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე და ყველაზე მსუყე დაფინანსებული დაფინანსებული საერთაშორისო სახელის მქონე ორგანიზაცია. უცხო არ არის პრობლემა, უცხო ორი ფსევდო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესში ჩნდება დამატებითი შეკითხვები, ეგრეთ წოდებული შავი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებითაც. ფაქტებით დადასტური მოცემულობა მიუთითებს, რამდენად პოლიტიზირებულია NGO სექტორი, რომელიც ყალბი ნარატივებით წლებია ცდილობს უკვე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს. რა შედეგზე გაქვთ გათვლა ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ? ჩვენთვის თავარია რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა მკეთილი უნდა ინებოს და კანონს დაემორჩილოს იმ კანონს, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის მათ შორის სასიცოცხლოდ ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს მთელ რიგ შემთხვევებში. მაშინ, როდესაც ზუსტად აი ჩემს მიერ ხსენებული საერთაშორისო გამჭვირვალობა, იმისათვის რომ თავი აერიდებინა გამჭვირვალობის კანონისგან, ფარასგან და გრანტების შესახებ კანონში საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებებისგან რა გააკეთა? გადარეგისტრირდა ესტონეთში. აკეთებს ზუსტად იგივეს, დასაქმებულები ზუსტად იგივე ყავს, ხელმძღვანელებიც იგივე ყავს, კაპიტანი გიგაური ისევ კაპიტნობს საერთაშორისო გამჭვირვალობას და რატომ? იმიტომ რომ მას არ უნდა რომ კეთილი ინებოს და აანახოს ქართულ საზოგადოებას თუ ვინ ურიცხავს თანხას და შემდეგ რაში გამოიყენება ეს თანხები. და ეხლა ახალი ცვლილებების მიხედვით ის უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც არსებითად საქართველოს საკითხებზე მუშაობს და კონცენტრირებულია საქართველოზე, ვალდებული იქნება რომ დაემორჩილოს ქართულ გრანტების კანონს. სინამდვილე შემთხვევაში თუ მიიღებს გრანტებს საქართველოს მთავრობის გარეშე, მოუწევს ზუსტად იგივე პასუხისმგებლობა, რა პასუხისმგებლობას დაუდგებოდა მას საქართველოში რომ ყოფილიყო რეგისტრირებული. საქართველოსთან დაკავშირებით, დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ქართული დაფინანსებით საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს იურიდიულმა პირებმა უნდა ისაუბრონ და საერთაშორისო დონეზე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს აქვს შესაძლებლობა რომ წარმომადგენელი იყოს ნებისმიერ ასპარეზზე. ზუსტად ამიტომაც არის სისხლისამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც ამბობს, რომ უცხოური ლობიზმი, ანუ საქართველოსთან ნებისმიერი პირისათვის თანხის გადარიცხვა ლობისტური საქმიანობისთვის, ანუ პოლიტიკური აქტივობისთვის, ეს არის სისხლისამართლის დანაშაული. როგორ აისახება გრანტების კანონის ამოქმედება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაზე? აი, როგორც ვნახეთ, ამოქმედდა მოსკოვის მექანიზმი, რომელსაც უერთდებიან ეუთოს წევრი ქვეყნები და ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს ითანამშრომლოს მისიასთან. პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით? მარტივად რო ვთქვათ, ძალიან საინტერესო არის რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქართული ფონდი ჩარიცხავდა მაგალითად საფრანგეთში თანხას და ეს თანხები პოლიტიკური აქტივობისთვის გამოიყენებოდა. ის რა მოხდებოდა? ამოქმედებოდა ფრანგული გამჭვირვალობის კანონი. და იმიტომ ამოქმედებოდა, რომ თვითონ ფრანგებსაც აქვს მიღებული აღნიშნული კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ უცხოური გავლენებისგან უნდა მოხდეს ფრანგული საზოგადოების დაცვა. და თუ ფრანგულ საზოგადოებას აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი დაიცვას,
დიახ, ჩვენ სამშობლოსაც უფრო აქვს მეტი უფლება და შესაძლებლობაც მათ შორის რომ დაიცვას საკუთარი თავი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს უაზრო რისკების გაწევის დრო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დატვირთულ და მძიმე გეოპოლიტიკური სურათის მქონე რეალობაში გვიწევს ცხოვრება ჩვენს გარშემო, კი ვხედავთ რაც ხდება. და ჩვენ ზოგადად ევრობიუროკრატიის მოქმედ ბიუროკრატების იმედი ჩვენ კი არა ევროპელებს აღარ აქვთ. იმ ქვეყნებს არ აქვთ, რომლის წარმომადგენლების ჭყალებში ვითომ ეს პირები არიან და ვხედავთ, როგორ კორუფციულ სკანდალებში არიან ჩაფლულები, როგორ არავინ არ სცემს მათ სიტყვას და ნათქვამს პატივს, ვხედავთ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორ მიყავთ ევროპული ქვეყნები რეცესიამდე და რა მდგომარეობა არის ეკონომიკის ზრდის კი არა და კლების თვალსაზრისით ევროპულ ქვეყნებში და ეს პირები პირდაპირ ატარებენ არა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს, არამედ იმ გავლენიანი ჯგუფების ინტერესებს, რომელთაც აქვს სურვილი რომ მთელი მსოფლიო მოიცვან და განსაკუთრებულად ყელში ეჭხირებათ საქართველოს, რომელიც მათ დაკრულზე არსებობს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და იმედის თვალით შევყურებთ იმ ძვრებს, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მიმდინარეობს, იმ რეალურად საკუთარ ქვეყანაზე მზრუნველ და საკუთარ ქვეყანაზე მოფიქრალ ძალების კიდევ უფრო გაძლიერების იმედი და სურვილი და წარმატებებს უსურვებთ მათ, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან, საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად იბრძვიან და არა იმ კონკრეტული ძალებისა, რომლებიც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს ერთი სურვილი, რომ ჩვენი სიტყვა და ჩვენი ნათქვამი, ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ყველასთვის იყოს აქმადი, როგორც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის დავალების შესაბამისად გადადგმული ნაბიჯები და ვინც არ უნდა კრიტიკა, ვინც არ უნდა ეგრეთ წოდებული კრიტიკა და რეალურად კი პირიქით შანტაჟის მექანიზმები არ გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ყველას წინაშე დავამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ მართლები და პირველ რიგში ჩვენ ვართ მართლები საკუთარ თავებთან, საკუთარ ოჯახებთან, საკუთარ მეზობლებთან და საკუთარ თანამოქალაქეებთან. დანარჩენი ჩვენ გვინახავს ასეთი და ისეთი პოლიტიკური განცხადებების, მაგრამ რეალობა არის ერთი, როგორც მაგალითად ევრობიუროკრატიის პოლიტიკური განცხადებები ერთია ხოლმე, ხოლო მათივე ორგანიზაციების რეალური კვლევები აბსოლუტურად საპირისპიროა. ჩვენ გავართ სიმართლის მხარეს. საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გექნებათ უკვე მომავალი კვირიდან. განიხილავთ სხვადასხვა რეფორმებს, მუშაობას დაიწყებს საპარლამენტო კომისია, რომელზეც ფასნამატის შესწავლა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი პროდუქციაზე. როგორ ფიქრობთ? კარტელური გარიგებების თემების ალბათობა რამდენად რეალურია? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში და წლებზე მეტის ხნის განმავლობაშიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გროვდებოდა, მივედით იქამდე, სადამდეც ეხლაც ვართ, რომ ვხედავთ, რომ სურსათზე ფასები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და თუნდაც ევროპულ ქვეყნებში და განსაკუთრებით დიდი არის ის მარჟები, მოგების მარჟები, რომლებზედაც სხვადასხვა კომპანიები მუშაობენ და საქმიანობენ. ჩვენ არ ვიხედებით არავის ჯიბეში, არავის არ ვირჩით კერძო ბიზნეს. პირიქით, ბიზნესი თავისუფალი, როგორც არის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთი თავისუფალი არც არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამავდროულად, მეორე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო გუნდს, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისე საპარლამენტო გუნდს, რომ ის ეკონომიკური წინსვლა, რაც გვაქვს, აუცილებლად აისახოს თითოეული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შესაბამისად ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ გვაქვს, ანალოგიურად არის მათ შორის მეწარმეებზეც, რომ მათ მოგება აუცილებლად უნდა ნახონ, იმიტომ რომ მათი ბუნება ზუსტად ეს არის მეწარმის, რომ ის საქმიანობს, რომ შემდეგ შესაბამისი მოგება ნახოს, მაგრამ ამავდროულად არა მომხმარებლის და მოქალაქის ხარჯზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი დაცული იყოს და ამ განხილვების დროს, რომელიც მიმდინარეობს ახლა საქართველოს მთავრობაში, შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გაგრძელდება საქართველოს პარლამენტში, დროებითი კომისიის ფარგლებში. ჩვენ ვიცით და გაჟღერებული ინფორმაცია არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც
იკვლევს აღნიშნულ საკითხს და თუ გამოიკვლევა მე არ მინდა რომ ასეთი რამე დადგინდეს, რა თქმა უნდა, არც არავის არ უნდა, არავის არც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა, მაგრამ იქნება ეს ძალიან მძიმე, თუ დადგინდება კარტელური გარიგებები, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ პირები ერთმანეთთან იყვნენ შეკრულები და ცდილობდნენ საკუთარი ჯიბე გაესხელებინათ ისევ და ისევ რიგითი მოქალაქის, ჩვენი ნებისმიერი ადამიანის მხარეზე. ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იქნება და მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ასეთ მოვლენებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ საქართველოა ჩვენ გვესმის არაერთი საუბარი, მაგრამ საუბარია და მტკიცებულებები მეორეა. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, მნიშვნელოვანია რომ დიახ ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, იმიტომ რომ ბიზნესის თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ, ამავდროულად ეს მოგებას უნდა იყოს იმდაგვარად, რომ ეს მძიმე წნეხად არ დააწვეს მოსახლეს, იქნება ეს სურსათის ფასების ნაწილში, საწვავის ნაწილში და მედიკამენტების კუთხით. კი ბატონო, კიდევ ერთ თემაზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, დებატები კონსტიტუციის დამცველ პოლიტიკურ სუბიექტებთან. ვის მოიაზრებთ პირადად თქვენ ამ სუბიექტებში და რა საკითხებზე გსურთ მათთან დებატები? როგორ ფიქრობთ, ეს ფორმატი შეძლებს დაასრულოს პოლარიზაცია, რომელიც არის პოლიტიკურ ველზე? ჩვენ ხედავთ, რომ ეს მოცემულობა, რაც ახლა დგას ისევ და ისევ გარედან ანგაჟირებული პირებისგან და ამ ქვეყნის მოძულეების მხრიდან არის ინსპირირებული, რომ აუცილებლად ხიჩატეხილობა იყოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის. არ არსებობდეს არავითარი სივრცე, სადაც იქნებოდა შესაძლებელი დისკუსია. არ უნდა არსებობდეს არცეთი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აზრები გაცვალონ, რაც არ უნდა მწვავე საკითხი არ იყოს. შესაბამისად, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში დაგროვდა ისევ და ისევ, რომ ამ დაძაბულობის ფონზე გარკვეულმა ძალებმა თავიანთი მიზანი აღასრულონ და სიმართლე არ ისმოდეს. და ჩვენი განწყობაც ეს არის, რომ აუცილებელია დისკუსია, აუცილებელია საუბარი, აუცილებელია კამათი, რომელშიც შემდეგ ჭეშმარიტება იბადება, აუცილებელია სხვადასხვაებული აზრების ერთმანეთში გასვლა, ამისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები იყვნენ მოწადინებულები რეალურად საკითხზე და არა შეურაცხყოფებზე, ლანძღვაგინებაზე, მაგიდის აყირავებაზე, რომელიც არაერთი მსვლელობებიც ჩვენ გვინახავს არც თუ ისე შორეულ წარსულში. ჩვენ ვზართვათ, რომ ვესაუბროთ ყველას, რომელსაც რომელსაც საქართველო არის სამშობლო და არა მხოლოდ წარწერა პასპორტზე, რომელიც მათ შორის დღესაც ქონდა პოსტში დაწერილ, არ გულისხმობ ეს რაღაც ტრაფერეთულ სიტყვად. არა, ნამდვილად ჩვენ დარწმუნებით ფაქტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ცდილობენ, რომ საქართველოს სახელი საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ, ან თავიანთი პატრონების ინტერესების გასატარებლად. ჩვენ კი ყველას, ვისთვისაც სამშობლოა, ვისთვისაც კონსტიტუცია ნამდვილად არის უმაღლესი და უზენაესი კანონი და პატივს ცემს, მას ყველას დაუცდეთ, ველაპარაკოთ, ვიკამათოთ და შესაბამისად ვიღოთ სხვადასხვა გადაწყვეტილება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საუბრობდა.